ფანქრით დახატულ ტალღებიდან ჯგუფის წევრების სახეები მოჩანდა. ქვემოთ კი მიპატიჟების ტექსტი ლაზურად ეწერა. ეს მამაცობის გამოცდა გახლდათ. იმ წლებში სხვა ენაზე სიმღერაც კი რთული იყო. თურქეთის ეთნიკური უბადლო მრავალფეროვნება, რომელიც ამ სახელმწიფოს ურღვეობისა და სიმტკიცის თავისებურ მაგალითად იქცა, ბევრს აშინებდა. კაზიმ ქოინჯუკი წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხის საკუთარ თავს რომ ლაზებს უწოდებენ და ლაზურს ყოველდღიურ მეტყველებაში იყენებენ, ნამდვილობის ჩვენებას ცდილობს. ლაზობის დამალვის აუცილებლობას ვერ ხედავს და თავისი ეთნიკური წარმოშობის გამო აშკარა სიამაყეს გრძნობს. მოვიდით, ჩკინ ვიბეჟღლამდით, ვიგრიამდით. კონცერტებით ყურადღებას ვიქცევდით. ამით გავუკვიროდით ლაზური ენა კვდება. როგორი ტკივილი ქონდა, იცი, ეს ტკივილი ცხოვრებას გვიჭამდა, ჩვენს გულებს შანთავდა, ჩვენს ფიქრებს ხრავდა. რატომ? იმიტომ რომ თვალწინ მშობლიური ენა გვიკვდებოდა. მე და კაზიმი ამ ტკივილით ვიყავით სავსე, ვღეროდით მხოლოდ ამ გრძნობით. ყველა ჩვენი სიმღერა ლაზურ ენას, ჩვენს ქვეყანას, ყველა ჩვენს გასაჭირს ეძღვნებოდა. დო მანჯურა manevra peşkala, boyne vitrağudit. Ya işte kendi bulunduğu yörenin რატომ გაუჩნდა ლაზური სიმღერისადმი ინტერესი? იმიტომ რომ თვითონაც ლაზი იყო. ამ კულტურის შვილი გახლდათ. გარეგნობით, შინაგანი ბუნებით, ნამდვილი ზღვისპირელი იყო. ახალგაზრდობაში ჩვენებურად ვერ საუბრობდა. ლაზური მისი თაობის გარემოცვაში თითქმის არავინ იცოდა და მან ამ მდგომარეობის მუსიკით შეცვლა გადაწყვიტა. კაზიმი მარტო ლაზურ სიმღერებს არ მღეროდა, თუმცა ყველაზე მეტად მშობლიური მუსიკის პოპულარიზაცია გამოსდიოდა. მართალია, ახალგაზრდობაში მისი გადაცემა ხმამაღალი როკი იყო, მაგრამ ბოლო ნავსაყუდელი ლაზური ჰანგები აღმოჩნდა. $1995 წელს ზღვისშვილებმა პირველი ალბომი გამოუშვეს. კრებულს უცნაური სახელი ერქვა. არ ვიცით, ანუ ვამიშქუნან. აქ თითქმის დავიწყებული ლაზური 8 სიმღერა შევიდა. ალბომის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯგუფის წევრებმა თვალნათლივ დაინახეს, რომ როკის დინამიზმით ადამიანებში ენერგიას ბადებდნენ და მსმენელს ლაზური სიტყვებით აღაფრთოვანებდნენ. ჰანგებით მუსიკოსებმა საკუთარი განწყობა სრულად გადმოსცეს. მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მათ მსმენელის წინაშე ლაზეთის ხიბლი გააცოცხლეს. ვამიშქუნან თურქეთის ახალგაზრდობამ განსაკუთრებით შეიყვარა. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა.
ზუღაში ბერეფი ვფიქრობ ცუდი ნამუშევარი იყო. სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ალბათ არ მოგვცემდნენ ასეთი ალბომის გამოცემისა და ტირაჟირების უფლებას. ჩემი სიმღერებით სტუდენტები მაინც დაინტერესდნენ. ისინი ახალგაზრდობა მაიტაცა და შეიყვარა. Şimdi Karadeniz'de ve Türkiye'de Türkiye'yi düşün. კაზიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლაზური ენის შენარჩუნება იყო. როგორც იცით, თურქეთში ეთნიკური პალიტრა ძალიან დიდია. აქ უამრავი ენა არსებობს და მათ შორის ლაზურს განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუმცა ეს ენა თანდათან მივიწყებას ეძლეოდა. ენასთან ერთად კი ლაზური კულტურაც იკარგებოდა. კაზიმმა ენის შესანარჩუნებლად ყველაზე ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა. მან ლაზურის სიტყვები და ბგერების სიმღერებში ააშხერა და ამით მას მეორე სიცოცხლე შთაბერა. ადრე ლაზურის სიმღერა მხოლოდ სოფლებში იცოდნენ. ისიც ორიოდე და თანაც ურალო ქამანჩაზე დაგვეთ. მაშინ ასეთ სიმღერებს მეც კი არ უსმენდი. კაზიმმა ძველი ტრადიცია გაამდიდრა. გაათანამედროვა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციები გააერთიანა და ლაზური მუსიკა დაუჯერებელ სიმფონიად აქცია. ამით კაზიმმა ლაზური ენა გააცოცხლა და დღემდე მოიყვანა. ჰემლე კოშეფეში თოლეფე, ლაზეფეში თოლეფე. მახსენდება ჩვენი პირველი კონცერტი, მაყურებელთა თვალები. იცი რა ხდებოდა ლაზების თვალებში? მზესავით შემოვყურებდნენ. ჩვენ მათ თვალებს ხედავდით. გულები არ გვინახავს, მაგრამ ვიცით რაც ხდებოდა მათ გულებში. ჩვენ მხოლოდ ლაზებისთვის არ მღეროდით, არამედ თურქებისთვისაც, ყველა სხვა ერის წარმომადგენლისთვისაც. კონცერტები კი ყველას მოსწონდა, იყო გამონაკლისებიც. ერთხელ სტამბულში დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსასვლელად ვემზადებოდით და ერთი გოგო ამოვიდა ჩვენთან ერთად. მაშინ ბევრს ასეთი თანამედროვე რამ არ მოსწონდა. ერთმა კაცმა ყვირილიც კი დაიწყო, ეს გოგო ვინ არის სცენაზე რა უნდა? საიდან მოვიდა, არ გვინდა მისი დანახვაო, მაგრამ ჩვენთვის ასეთი გამოხმაურებაც მისაღები იყო. ჩვენ ხომ სხვებისას არ ვიმეორებდით, ორიგინალურები ვიყავით და ხალხს ეს მოსწონდა. ხალხი ამით გიждდებოდა. 4 წლის განმავლობაში ზუღაში ბერეფემ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. შეგროვდა და აღსდგა ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები. ჯგუფში წევრთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მუსიკალური წყობაც ძლიერდებოდა. კონცერტებზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, უკვე ისმოდა ფლეიტის, ელექტროგიტარის, დოლისა და პიანინოს ხმები. ბიჭები ლაზურ ენასაც აცოცხლებდნენ. სატრფიალო სიმღერებსაც მღეროდნენ და თანამედროვე როკის მიმართულებითაც მუშაობდნენ. 7 ლაზური, 1 ხემშინური და 1 თურქული ჰანგებისაგან შექმნილი ალბომი „იგზასი“ 1998 წელს გამოვიდა და ძალიან მალე წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. კაზიმ კოინჯუ ისეთი ხელოვანი კაცი იყო, რომ დღევანდელი მუსიკა, დღევანდელი ჟენერაცია და ხალხური ძველი სიმღერები როგორც ახალ გაზდას შააყვაროს, ასეთი სტილში ჩააჟრმნა მისი ნამღერი და მისი დაკვირვილი სიმღერები. ასეთი მოდერნიზაცია გააკეთა. ძალიან მოდერნიზაციაზე მუშაობდა, თანაც ისეთი ადამიანი იყო, რომ აზიას და ევროპას ერთმანეთზე აკავშირებდა მისი მუსიკა, მისი მუშაობა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა კოინჯუ საზოგადო საქმისთვისაც იცლიდა. 90-იანი წლებიდან იგი ხშირად ესწრებოდა ლაზური